გამარჯობა, პალიტრატივის ეთერში თქვენ სტუდიაში ტელედისკუსიას უყურებთ. დღეს ჩვენ თვითმმართველობაში მოქალაქეების მონაწილეობაზე ვისაუბრებთ. რამდენად ახერხებენ საქართველოში მოქალაქეები თვითმმართველობაში მონაწილეობას, რამდენად ღია ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის, ამას დღეს ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ერთად გავარკვევთ. წარმოგიდგენთ მათ. ქალბატონი თიკო ტყეშელაშვილი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი, ბატონი რევაზ ბარბაკაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ადგილობრივი თვითმმართველობის კავშირის მენეჯერი, ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი მამუკა აბულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმოადგენს, ქალბატონი ნატალია ფერაძე, პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი და ბატონი სულხან ოქროპირიძე წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტს ის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. სკაიპის მეშვეობით ჩვენ გადაცემაში ჩავკრთვება ბატონი ასლან ჭანიძე, ის გახლავთ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენელი. დიდი მადლობა ბატონო ასლან, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გასულ კვირას გორში მოქალაქეების სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დადგმის მოთხოვნით გამოვიდნენ. ამ საკითხზე ქალაქის საკრებულო მიმსჯელა ჩვენ ტელეკომპანია თრიალეთმა მოგვაწოდა ამ მოვლენების ამსახველი ვიდეო მასალა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ ამ თემას განვავრცობთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. 18 სექტემბერს გორელებმა გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს სტალინის ძეგლის დადგმის თხოვნით მიმართეს. გორის მერის თხოვნით საფუძველზე 2 ოქტომბერს სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ საკრებულოში 3 საათი გამათობდნენ. ესეთი ისტორიული პიროვნება ჩვენ უნდა გვიამაყებოდეს, მით უმეტეს პატარა საქართველოში 21 საუკუნის ყველა დიდი სირცხვილი და ბოროტება იყო, როცა სტალინის ძეგლი მოხსნეს. ეს ძეგლი არ იყო მარტო, ეს იყო ხელოვნების კვნილება, ეს იყო მართლა ისტორიული ძეგლი და რომელიც გავანადგურეთ ჩვენ სამართლიანად. ახალ ადამიანებს რომლებიც ფიქრობთ, რომ დიქტატორები და ტირანების ადგილი აღარ არის რაღაც აწმოში და რაღაც მომავალში. თუმცა ჩვენს პირისპირ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გორმა დღემდე უნდა იამაყოს სტალინის შობით, უნდა გადაყლაპოს იმ რეჟიმის მიერ გამწარებული ათასობით ადამიანის ტკივილი, ჩვენ ტირანებს და დიქტატორებს ძეგლებს აღარ ვუდგამთ და ვფიქრობ, რომ ეს არის მომავალი თაობის არჩევანი. 13 წინააღმდეგ ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა. საკრებულოს გადაწყვეტილებით გორში სტალინის ძეგლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ აღიმართება. სტალინის ძეგლის დადგმას ხმა მხოლოდ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა მისცა. საინტერესო პოლემიკა იყო უდაოდ, ხა ეს საკითხი ნამდვილად არ იყო მარტივი საკითხი, რთული საკითხი იყო, იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი გამოიწვია. თუმცა ვფიქრობ, რომ საკრებულოს დეპუტატებმა მაინც მაქსიმალურად თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობამ ერთი დეპუტატის გარდა, ჩემის აზრით, მივიღეთ ყველაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება. გორელების ნაწილი აქციებს გეგმავს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება და იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი თავისუფლების ქარტია დაამტკიცა, რაც საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების და სიმბოლიკების აღმოფხვრას გულისხმობს. გორში სტალინის ძეგლის დადგმა ამ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. ბატონებს მოქალაქეებს რა თქმა უნდა აქვთ უფლება მოითხოვონ ის რაც უნდათ. ჩვენ ეს кейსი სპეციალურად შევარჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ არის ყველაზე ახალი, ასე ვთქვათ და საინტერესო ამბავი, რაც ბოლო დროს მოხდა მოქალაქეების ესეთი ფართომასშტაბიანი ინიციატივასთან დაკავშირებით. ისინი ითხოვენ გარკვეულ საკითხს, მაგრამ რამდენად იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რა თანხებით უნდა დაიხარჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. იგივე თანხებით შეიძლება მოეწყოს ხიდები, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში. აი ეს ადამიანები რამდენად იაზრებენ იმას, რომ აი ამ ფორმით, რა ფორმასაც ისინი მიმართავენ აქციებს, მოთხოვნებს, ამ ფორმით ისინი იღებენ თვითმმართველობაში მონაწილეობას. ამას იაზრებენ ეს მოქალაქეები. მოგესალმებით. პირველ რიგში საინტერესო არის გაივლოს ზღვარი იმას თუ რა არის სამოქალაქო ინიციატივა და რა არის საზოგადოებრივი ინიციატივა. რას თქვენ ბრძანეთ გარდა იმისა, რომ აქ უნდა დაიხარჯოს რესურსი, უნდა მოწდეს და არ შეიძლება მაგის ხარჯზე რამე სხვა უფრო მნიშვნელოვანი და პრაქტიკული პროექტი არ განხორციელდეს. აქ ერთი თემა არის მთავარი, მე რამდენადაც ვიცი, საბჭოური სიმბოლიკა
საქართველოში საკანონმდებლო ნორმებით არის შეზღუდული და აკრძალული, ხოლო არ ვიცი ახლა თუ ვინმეს მე მგონი არ იქნება არავინ ვინც სტალინის და საბჭოურ სიმბოლიკას გააცალკევებდა. ეს ერთი საკითხი, ეს ჯერ ამ მიმართულებით არის საფიქრალი და სამუშაო. მეორე მხრივ რა თქმა უნდა მოსახლეობას აქვს იმის უფლება რომ მოითხოვოს და ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში და იგივე ვთქვათ ბიუჯეტის გახარჯვა მოითხოვოს ისე როგორც მას მიაჩნია სწორად, მაგრამ აქაც მასშტაბების თემა არის. სტალინის ძეგლი ახლა თვითონ სტალინის პიროვნება ძალიან საკამათო პიროვნება არის, ამაზე უამრავი აზრი არსებობს, დადებითიც, უარყოფითიც. აი ესე რომ ერთ ჯგუფს უნდა დაიდგა სტალინის ძეგლი გორში, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო წარმოშობით იქიდან, თათ მოუმზადებლად არ მიმაჩნია კარგად მომზადებლად მე ეს საკითხი ჯერ აქ ბევრი ასპექტი უნდა იყოს განხილული როგორც გითხარით საკანონმდებლოც და თუნდაც ის თუ იმ ადგილზე რაღაც სხვა დგას უკვე როგორც მე ვიცით იქ უნდა რესურსი დაიხარჯოს იქ უნდა ხელახალაკეთეს თან როგორც ვიცი ეს ძეგლის გადაგდებას არც არავინ არ აპირებდა რომ მოხსნეს მაშინ კი მუზეუმის უნდა დაიდგას შესაბამისად იმ ადამიანებს ვისაც ამ ძეგლთან ასე ვთქვათ თაყვანისმცემლის სურვილი აქვს მივიდნენ და იგივე საქმე გააკეთონ სტალინის მუზეუმში და ნუ იქნება ამ კაცის ძეგლი მაინც და მაინც მოთხოვნა იმის რომ დაიდგას ისე ქალაქის ცენტრში ეს ჩემი სუბიექტური მიდგომა არის იმიტომ რომ არ ვარ დადებითად განწყობილი მაგ პიროვნების მიმართ და არ მიმაჩნია სწორად რომ ეს დიდი უნებათ აღელვა ამ საკითხის გარშემო. მით უმეტეს გორში, ვიცი, გორში მიმუშავია, უამრავი სხვა პრობლემა არსებობს და იმაზე უფრო მეტი აქცენტია გასაკეთებელი. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, თქვენი ორგანიზაცია მუშაობს, ერთ-ერთი მიმართულება არის მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა თვითმმართველობაში. თქვენ როგორ უხსნით თქვენს ბენეფიციარებს, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც არიან პროექტში ჩართული, რას ნიშნავს ეს თვითმმართველობაში ჩართულობა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს სათემო ჩართულობის საკითხებზე და მონაწილეობაზე, სამოქალაქო მონაწილეობაზე. საკმაოდ რთული პროცესი არის, ვიტყოდი, იმიტომ რომ საკმაოდ ძნელი არის აქტიური მოქალაქეების ერთად მობილიზება რაღაც კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის. თუნდაც ეს პრობლემა მათ ყოველდღიურობას ამძიმებდეს. ამიტომ პირველ რიგში ეს ხანგრძლივი პროცესი არის, როგორც აღვნიშნე, და რაღაც ეტაპობრივ მუშაობას გულისხმობს, რომ ჯერ პირველ რიგში მოხდეს რაღაც შეთანხმება საზოგადოებრივი, თუ რა საკითხები უნდა იყოს განხილული, რომელია პრიორიტეტი, ასე ვთქვათ, ვის მოუტანს ეს სარგებელს, ახლა ეგ მაგალითად ამ შემთხვევაშიც ეს მნიშვნელოვანი კითხვა იქნებოდა, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძლება ქონოდა ძეგლის აღმართვას და ვინმეს ხო არ მოუტანს ზიანს, ასევე რომ ბევრი საკითხები არის საფიქრალი და ამაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ხალხი, ვინაიდან როგორც წესი კონკრეტული რაღაც პატარა ჯგუფია ხოლმე აქტიური, დანარჩენები პასიურობენ და ხშირად გვაქვს ხოლმე საქმე ისეთ გადაწყვეტილებასთან, რომელიც თურმე არ არის გაზიარებული, ვთქვათ, კონკრეტული თემის მიერ. ჩვენი მუშაობის პრინციპია, ჩვენ როგორ უხსნით, ხო? ჩვენ რაღაც ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, თქვა პირველ რიგში იმართება სათემო შეხვედრები, სადაც ხდება კარგად გაანალიზება არსებული კონკრეტული სიტუაციის გარემოსი, ასე ვთქვათ, რა რესურსები არის იმისი, რომ რაღაც პრობლემები მოგვარდეს, პრობლემების რანჟირება ხდება მნიშვნელოვნების მიხედვით და თითოეულის გაანალიზება, გამომწვევი მიზეზების და ესე იგი მიღებული შედეგების მიხედვით და ასე რომ ეს რაღაც საკმაოდ ესე იგი ასე ვთქვათ კარგად დაგეგმილი პროცესი არის, რომლის ასე ვთქვათ პრაქტიკაში დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ და რიგ შემთხვევაში ეს ამართლებს, რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. დიდი მადლობა ქალბატონო ტიკო, თქვენს პროექტზე მოგვიანებით კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. იქამდე მე მინდა დავუკავშირდეთ ბატონ ასლან ჭანიძეს, რომელიც ასევე ჩართულია ერთ-ერთ პროექტში, რომლის მიზანია მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობაში. ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს ეს პროექტი იმისნაირად, ეს გახლავთ საიტი შენ მართავჯი, ამ საიტის შესახებ ვრცლად უფრო მეც მოგვიყვება ბატონი ასლანი, თუ შეიძლება გითხარით თქვენი პროექტი რას ითვალისწინებს? ამ შემთხვევაში პროექტით ხდება საჯაროობის უზრუნველყოფა, იმიტომ რომ
მუნიციპალური საიტები არც ისე დიდ ყურადღებას იქცევს საზოგადოების მხრიდან ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რო საუბრობ, იმიტომ ის ძალიან გადატვირთულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. ეს საიტი უფრო გამარტივებულია, მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა სეგმენტების მიხედვით მოიპოვოს ინფორმაცია, შეიძლება ის იყოს სოციალური სფერო, შეიძლება ის იყოს პროგრამები, რომელიც მერიამ გამოაცხადა, მაგალითად ქალაქის მერიას აქვს თავისუფალი გრანტების პროგრამა, სადაც არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, არამედ მოქალაქეებსაც და სხვადასხვა პირებს შეუძლია შეიტანოს საგრანტო განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება. ამიტომ ეს საიტზე იდება ინფორმაცია ის მერის გადაწყვეტილების, ან საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ, ამავე დროს იდება ოქმები და ადამიანებს შეუძლია თვალყური ადევნონ თუ მათმა არჩეულმა წარმომადგენლებმა რა გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელს არ დაუჭირა მხარი და რატო არ დაუჭირა მხარი. ანუ უფრო ვთქვათ მარტივად შეუძლია მოქალაქეს ინფორმაცია მოიპოვოს ამ საიტის მეშვეობით. ასევე კომუნიკაციის საშუალებას იძლევა რამდენადაც ვიცი. ამ საიტის მეშვეობით შეუძლია მოქალაქეს დაუსვას კითხვა სასურველ საკრებულო მისთვის სასურველ პიროვნებას, ანუ ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრებზეა საუბარი. საკრებულოს წევრის ჩათვლის სიროს მას შეიძლება უპასუხოს იმიტომ საკრებულოს წევრის რომ გინდა პასუხი გაც, მაგრამ თუ თავს გნობს არჩეულად და თუ აპირებს მომავალში გაგრძელებას ბუნი ამ საიტის მეშვეობით უფრო თავისუფლად შეუძლია კომუნიკაცია დაამყაროს მოქალაქემ თავის არჩეულ კანდიდატთან, ან თავის არჩეულ საკრებულოს წევრთან, ან ნებისმიერ საკრებულოს წევრთან, უბრალოდ მარტივად შეიძლება საიტის მეშვეობით დასვას კითხვა, ან გამოხატოს მოსაზრება. ან თქვათ, როდესაც დაიდება საიტზე ინფორმაცია თქვათ ინიციატივებზე შეიძლება წინასწარ აცნობოს თავისი შეხედულებები თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ ის საკითხის გადაწყვეტა სახლიდან გაუსვლელად. პრაქტიკა როგორი იყო ბატონო ასლან, რამდენად ვიცი ეს პროექტი უკვე დასრულდა, რა შედეგი მიიღეთ? არა, შედეგი ის იყო რომ სტომა ანუ დამთვალიერებელთა რაოდენობა საიტზე იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ იქ უკვე დაიყო ინფორმაცია, იმიტომ ნებისმიერ ადამიანს მარტივი ინფორმაცია მიიღო, მაგალითად ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომელიც დაფინანსებულია ქალაქის მიერ, პირდაპირ იყო ჩაშლილი, რომ აი რომელ ბენეფიციარებს მოიცავს ეს პროგრამა, რამდენია ბიუჯეტი. ანუ ძალიან მარტივად იყო ინფორმაცია გადაცემული. თქვა თუ ახლა გადავალთ ბათუმის, შევიდეთ ბათუმის მერის საიტ, მუნიციპალიტეტის საიტზე მოუწევს ადამიანს უბრალოდ მთლიანი პროგრამის კითხვა და თქვა ბიუჯეტში ძებნა, რა თანხაა გამოყოფილი, რა ბიუჯეტია, რომელი თქვა დაავადების დაფინანსება ხდება და ასე შემდეგ. იქ იყო ამ საიტზე უფრო მარტივადა ეს ინფორმაცია გადმოცემული. ძალიან დიდი მადლობა Skype-ის მეშვეობით ბათუმიდან გვერდთვებოდა ასლან ჭანიძე, თავისუფალი ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენელი, დიდი მადლობა. ბატონო მამკა, თქვენ გინდოდათ გამოგეთქვათ აზრი სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ აფასებთ მოსახლეობის ამ ინიციატივას? მე მგონი არ არის სწორი საკითხის ესე დასმა, რომ გორელების ეს ინიციატივა, მათი ნაწილის არის სამოქალაქო ინიციატივა და მხოლოდ თვითმმართველობაში მონაწილეობის საკითხია. თვითმმართველობის კომპეტენციები გაწერილი არის კანონით, ეს არის ტროტუარები, გზები, სკვერები და უამრავი საკითხი, რომელიც გორელებს აწუხებთ. რაც ეხება სტალინის ძეგლის დადგმას, ამ საკითხს სხვა ასპექტები აქვს და სცილდება თვითმმართველობის კომპეტენციას. მარტივად ჩვენ რომ ცხოვრობდეთ ახლა ისეთ ქვეყანაში, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა, შეიძლება გვემსჯელა თავისუფლად კონკრეტული პიროვნების მისი ოზურობის მიუხედავად ძეგლის დადგმა რა ხეირს მოიტანს გორელებისთვის, თქვა ტურისტული თვალსაზრისით. ამ ინიციატივას მე არ განვიხილავდი როგორც მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობაში. განვიხილავდი იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა სკვერზე ლაპარაკი, კანალიზაციაზე, წყალსადენზე და სხვა ბევრ პრობლემაზე, რაც გორელებს აწუხებთ, მაგრამ როდესაც ამ დროს შენ ფულზეც არ არის ლაპარაკი, ამ დროს შენ სვამ საკითხს, ეს არის პირდაპირი იდეოლოგიური დივერსიის
ბრმად თუ შეგნებულად ხელშეწყობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილეთ იქიდან გამომდინარე რომ ეს არის მოსახლეობის ინიციატივაც ასე ვთქვათ იყო გამოსვლები ამასთან დაკავშირებით ამ საკითხს სწავლობდა საკრებულო და შესაბამისად ეს იყო ჩვენთვის საინტერესო საკითხი. მაგრამ რომელიმე სოფელმა რუსეთის დროშა რო აღმართოს ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო არ არის თავის დაცვალდება. იგივე იდეოლოგიური მომენტი. ეს დისკუსია ალბათ ბელადენის მხარდამჭერი აქცია გაბედონ და გამართონ თეთრი სახლის წინ. დიდი მადლობა ქალბატონ თამართაშვილ. კი ბატონო, მე დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, და ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო. მე პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო, რომ გორის საკრებულოს სანაკებოდ, რომ მათ ის მღელვარება ამ თემის გარშემო, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, მათ შეიტანეს საკრებულოში. და მოხდა რეალურად დისკუსია, რამე თუ პრინციპში თვითმმართველობა პასუხისმგებელი არის მონუმენტების, ძეგლების განთავსებაზე. მაგალითად მე გეტყვით ერთ მაგალითს რამდენიმე თვის წინ განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ქალაქ თბილისის საკრებულოში მიღებული იქნა წესი მონუმენტებისა და მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე. თუ ადრე მხოლოდ ერთი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, დაიდგას თუ არა ესა თუ ის ძეგლი, ჩვენ გავსაზღვრეთ ახალი წესი, რომელიც გულისხმობს პლურალიზმს და ჩართულობას შესაბამისად ამ პროცესებში. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, კიდეც არის ეს ინტერესი, ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავს თავის პოზიციას, სურს თუ არა მას თავის ტერიტორიაზე, ხო, იყოს თუ არა ესა თუ ის ძეგლი. რა თქმა უნდა, აღნიშნული იქნა ის პოლიტიკური ასპექტები, რომელშიც იჭრება უკვე გამომდინარე სტალინის ესე იგი ამ ისტორიიდან ზოგადად ეს ჩვენი საბჭოური მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა უფრო ფართო პოლიტიკურ და საგარეო თემებს აღძრავს, თუმცა მაინც კონკრეტული თემა არის მონუმენტი განთავსდეს თუ არა, რაზედაც თვითმმართველობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უდაოდ ძალიან კარგია, რომ ეს საკრებულოში იყო ამის თაობაზე მსჯელობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ ერთი სიუჟეტი მოვამზადეთ მოქალაქეების ინიციატივის შესახებ. ამჯერად ჩვენ ჩავედით ნაფეტვრებში და იქ მოსახლეობას გავესაუბრეთ ტერასების მოწყობასთან დაკავშირებით. ვნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია. ნაფეტვრების მოსახლეობა სოფლის გზაზე ტერასების მოწყობის მიზნით მიწასთან ერთად ნაგვის დაყრას აპროტესტებს. ისინი გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალით ამტკიცებენ, რომ ამხანაგობა ნაფეტვრები ტერიტორიას რეალურად სამშენებლო ნაგვის დასაყრელად იყენებს და შემდეგ მას მიწით ფარავს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ შეიძლება სამშენებლო ნარჩენების გადაყრა, ეს არის ესე ვთქვათ, არასწორი ქმედება არის და ექვემდებარება სანქციებს, გარკვეულ ტიპის სანქციებს, ამიტომაც ეს არის შენიღბვის ერთ-ერთი ფორმა. სამშენებლო ნარჩენები ზემოდან შავი მიწა, ზემოთ ტერასა, შემდეგ რად გვინდა მოსახლეობას ტერასა, როცა გზა არ აქვს, ხო? მოსახლეობა წუხს, რომ ტერასებს სოფლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა და სანიაღვრე სისტემა ეწირება. სოფლის გზის პრობლემის მოგვარებას ისინი საკუთარი სახსრებითაც ცდილობენ, თუმცა გამგეობის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე გზის დაგებას ვერ ახერხებენ. ჩვენ თვითონ მოსახლეობა ვცდილობთ, რომ როგორღაც გზა შევინარჩუნოთ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენი ყოფა არ გაუარესდეს. ეს ტერასების მოწყობა იმას ნიშნავს, რომ წარმოგიდგენიათ რას გამავალობის მანქანები აქვს გამოყენებული, გზა ზიანდება, თქვენ თვითონაც დააკვირდებით დაზიანებულ მონაკვეთებს და უფრო ვარესდება ეს მდგომარეობა. ნაფეტვრების მაცხოვრებელი ქეთევან ლორთქიფანიძე სოფლის მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელ გზებს, ტრანსპორტს, გაზისა და წყლის არქონას ასახელებს და ამ ფონზე ტერასების მოწყობის საჭიროებას ვერ ხედავს. სოფლის ტერასების მოწყობა ალბათ მას შემდეგ ჭირდება, რაც ყველა პრობლემას, ხო არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდება კომუნიკაციის სისტემების აწყობას, ინფრასტრუქტურას, ასე შემდეგ, ასე ყველაფერი რომ მოწესრიგდება, მერე ალბათ ჭირდება, რა თქმა უნდა, ოღონდ ეხლა არა. და ესეთი შესრულებით არა. მოსახლეობის ნაწილმა ინფორმაციის გაზიარების მიზნით სოციალურ ქსელ Facebook-ში ნაფეტვრების საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელიც 130 წევრს აერთიანებს. ჯგუფმა წერილობით ყველა შესაძლო ინსტიტუციას მიმართა. სოფელი ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. ტერასების მოწყობაზე თანხმობა 2014 წელს სწორედ გამგეობამ გასცა. გამგებლის მოსახლეობისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიას ქონების ეროვნული სააგენტო განკარგავს და პრეტენზიებით მას უნდა მიმართონ. თუმცა ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გამგეობამ მიწის ქვეშ დაყრილი სამშენებლო ნაგავი შენიშნა, მშენებლობა შეაჩერებინა.
მიწის დაყრა გაჩერებულია, შესაბამისად ნაგვის დაყრა არასოდეს არ ყოფილა მან ნებადართული, შესაბამისად არ უნდა დაიყაროს ნაგავი და დამყრელი ნაგვის დამყრელი უნდა დაისაჯოს. თუ კი გარემოს დაცვა მიცემს თანხმობას, რომ შესაძლებელია მოეწყოს აი იმ ფორმით, რაც პროექტი წარმოდგენილი აქვს, მაშინ ჩვენც ვიქნებით თანახმანი, რომ გააგრძელოს ეს სამუშაოები და მოაწყოს წერესები და გაამწვანოს ეკაურობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფს გადაუგზავნა, გამოძიება 2015 წლის მაისის შემდეგ მიმდინარეობს. ქალბატონეთა პარტიზანული მებაღეობა აქტიურად მუშაობს თბილისში, ბევრ ფორმას მიმართავთ თქვენ, იყენებთ აქციებს, მიბრძანდებით საკრებულოში, იყენებთ პეტიციებსაც. თქვენი გამოცდილება როგორია თვითმმართველობასთან მუშაობის? მადლობა მოწვევისთვის, ძალიან აქტუალური საკითხია და მნიშვნელოვანი. მოგვიწია და ხშირად საკრებულოში გვიწევდა რაღაცა განხილვებზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა აი ხა საკრებულოზე ლაპარაკობდა ის ბატონი და არ ვიცი ბათუმს ეხებოდა თუ თბილისის საკრებულოს ვებგვერდი არის ნამდვილად გამართული, მაგრამ არ იდება დროზე სხდომებზე რა უნდა მოხდეს. ჩვენ რო იქ არ ყავდეს მეგობარი თავისუფალი დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, ჩვენ ვერც გავიგებდით იმ სხდომების დანიშნას წინასწარ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით უკვე წინასწარ ჭორებით, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ჩვენთვის საკითხი უნდა იყოს განხილული. შევდივართ ყოველდღე საიტზე და ის ცხადდება მხოლოდ 1 საათით ადრე ის სხდომა. რასაც მე მედაებოდენ, რომ ესე არ იყო, ამის მერე მე ვისწავლე ჭკუა და ვიღებ სკრინშოტებს, ანუ იმ ყოველ თარიღის მითითებით, რომ ის ნამდვილად წინა დღეს არის და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის ყველა სხდომა ცხადდება ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ერთი დღით ადრე. თუმცა ისევ რო არ ყავდეს ჩვენ იქ ნაცნობი, ჩვენ იქ ვერ მოხვდებოდეთ, იმიტომ რომ წესით 2-3 დღით ადრე ჩვენ უნდა შევიტანოთ განაცხადი, რომ ჩვენ გვინდა იქ დასწრება. და არის ძალიან დიდი ბიუროკრატიული დერეფნები და ამაზე სასამართლოშიც კი გვაქვს ჩვენ შეტანილი სარჩელი, რომ რამდენჯერმე ყოფილა, რომ არ შეგვიშვეს საკრებულოში და ჩვენ მიგვითითეს, რომ იქ აივანზე არ იყო საკმარისი ადგილები დასადგომად, რაც იყო ტყუილი, უბრალოდ არ უნდათ მათ ჩვენი იქ დასწრება. ანუ დასწრების სერიოზული პრობლემა არის წინასწარ დაანონსების და რო არ ყავდეს იქ ნაცნობი და შემთხვევით ვიცნობთ ალექსანდრე ელისაშვილს, ესე ვთქვათ, იღბალი გვაქვს, ვისაც არ აქვს ესეთი ნაცნობი, ვისაც არ აყავს, ეძებენ საერთო ნაცნობს, რომ ვიღაცამ გადარეკოს და ვიღაცამ საშვი დაუშვას. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის გახსნილი. მეორე საკითხი, თუ შეახტევდა ყავს ნაცნობი იქ, რას მიახტევ ამითი? თითქმის არაფერს. ჩვენ ივნისიდან ვიწევთ, ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ საკრებულოში აკუმულაცია ძალიან სერიოზული პრობლემის, რომელიც არ არის სადაო, როგორც სტალინის ძეგლი და ასე შემდეგ და არის ერთმნიშვნელოვანი. ეს არის თბილისის შემოგარენში ხეების კატასტროფული ხმობა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად თანხდება ყველა ეკოლოგიური სამსახური, გინდა ეს იყოს მერიის, გინდა იყოს გარემოს დაცვის, ნებისმიერი დამოუკიდებელი სპეციალისტი ამბობს, რომ სიტუაცია არის ფორს-მაჟორული. ეხლა თუ არ იქნა ძალიან დიდი და ფართომასშტაბიანი ზომები მიღებული, ჩვენ ვდგევართ ეკოკატასტროფის წინაშე და თვითონ ეს სამსახურის უფროსებიც აღიარებენ, რომ შეიძლება 13 ივნისზე სერიოზული ტრაგედიის წინ დავდგეთ. ანუ ერთმნიშვნელოვნად დრამატული სერიოზული საკითხია. ივნისიდან ჩვენ საკრებულოში ვიწევთ ამაზე, ვინიცირებთ, რომ მოხდეს შეკრება, სადაც ესწრება ყველა სათანადო უწყებიდან წარმომადგენელი და ეს ყველაფერი თავდება ბლა 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 ვაი ვაი ვუი ვუი. ვერ მოახდინეს დღემდე ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, ის კი არა, მეცაც გეტყვით, ანუ თანხები არის მაგრამ რაღაცა ქაღალდების გამო ამას ვერ განსაზღვრავენ და აი ეს დერეფნები რაღაცა უსასრულობაში იწერება და მე შეგვთავაზეს, რომ ჩვენ მოქალაქეებმა სამოქალაქო ინიციატივით დავიწყოთ ფულის მოგროვება და იმისი მოხერხება, რომ აი ამ ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა მოხდეს, რაც თუ არ მოხდა გაზაფხულამდე, გაზაფხულზე ეს იფეთქებს თავიდან. ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის დასწრებაში და შესრულებაში კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ სტუმრად ყავს საკრებულოს წარმომადგენელი და ალბათ უნდა მივცეთ საშუალება რომ უპასუხოს თქვენს. კი ბატონო და მე ალბათ მომეცემ ასვე საშუალება რომ ესევე შეუწყებლივ ვისაუბრო. რა თქმა უნდა ძალიან მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის რომ თქვენ ესე თანამშრომლობთ საკრებულოსთან. აქ არის ერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით რომ ნაცნობთან ხდება დაკავშირება და ამის შედეგად ხდება თქვათ მაგრამ მაგრამ აქ არის მეორე საკითხი რომ
რადგანაც ნაცნობია, ამიტომ მიმართავენ კონკრეტულ დეპუტატს, მაგრამ შეიძლება მიმართონ სხვა დეპუტატს, მიმართონ თუნდაც მაგალითად, მე ვარ განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და მინდა გითხრათ, რომ პირველივე დღიდან კომისიაში შექმნილი სათათბირო და პრაქტიკულად არც ერთი კომისიის სხდომა ისე არ იმართება, რომ იქ არ იყვნენ მოქალაქეები დასწრებულნი ამ სხდომაზე. ასევე მე შემიძლია გითხრათ, რაც უკავშირდება, ასე ვთქვათ, ფორს-მაჟორულ, ასე ვთქვათ, გამოცხადებას საკრებულო სხდომის. გადაუდებელი სხდომები დიახ არის უმრავლესობა საკრებულოში ჩატარებული სხდომების და პრაქტიკულად ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს ვალდებულება, რომ თვეში ერთხელ ჩატარდეს მორიგი სხდომა, მაგრამ თქვენ იცით საკრებულო როგორი დატვირთვით მუშაობს. პრაქტიკულად ყოველ კვირას ჩვენ გვაქვს საკრებულო სხდომები და აქედან გამომდინარე ეს არ არის მორიგი სხდომები. რაც შეეხება ინფორმაციის განთავსებას, მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დაგხვდა ძველი საიტი, მაგრამ ეს საიტი, რომელიც არ იყო საკმარისად არც ინტერაქტიული იყო, არ ხდებოდა ტექნიკურად უზრუნველყოფა იმისა, რომ დროზე განთავსდეს ინფორმაცია, ჩანაცვლდეს, შეიცვალა ეს საიტი და შესაბამისად ყველა სხდომა ანონსდება. ყველა სხდომა ანონსდება და ამის შედეგი სწორედ არის ის, რომ ქალბატონი ნატა ძალიან ხშირად არის ჩვენი სტუმარი და ასევე ჩვენ ვიცით იმ პოზიციების შესახებ, რომელიც არსებობს. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ რეალურად არსებობს სამოქალაქო ჩართულობის და ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმები. სწორედ რამდენიმე თვის წინ თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილებები და ახალი ერთი წუთით უკვე რეალურად სამ გამგეობაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები. ეს არის აბსოლუტური სიახლე და ყველა გამგეობაში მალე სულ პრაქტიკულად ერთ თვეში ამოქმედდება ესეთი საბჭოები. არის სათათბიროები, კომისიები, საბჭოები, 20-მდე კომისია არის შექმნილი იგივე მერიაში და მე შემდგომში ალბათ მექნება საშუალება ვიმსჯელო იმ ნოვაციასა და სიახლეზე, რომელიც დაინერგა ყველაზე მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. როგორ უნდა განკარგოს მოქალაქეებმა, როგორ უნდა შედგეს ბიუჯეტი, როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩართულობა მოქალაქეებისა თვითმმართველობაში და ამასთან დაკავშირებით რა სიახლეები არის თბილისის მუნიციპალიტეტში, ამის თაობაზე თუ შეიძლება შემდგომში ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა. ხომ არ კიდეთ ქალბატონი ნატა რომ თქვენ უპასუხოთ? ვერ დავეთანხმები, ნამდვილად ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ ფორს-მაჟორულად ცხადდება 99% იმ თემებისა. დავასრულებ თუ შეიძლება, რომლებიცაც საკრებულო მითის, რომ იქნება ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს ძირითადად ხდება ხოლმე ან ახალი წლის წინა დღეებში, როცა გოზინახში ვართ კისრამდე ამასრულები, ან ზაფხულში როცა ყველა გასულ. არა, მე სამწუხაროდ მართლა ვერ დავეთანხმები. არა, ამაში მექნება საშუალება რომ გიპასუხოთ. უკაცრავად, იმიტომ რომ ამას უკვე ვაკეთებთ წელიწად ნახევარია თუ მეტი, რაც საკრებულოში შესვლას ვცდილობ და ის რო ის ფორს-მაჟორულია და როცა ნამდვილად ვიცი სხვა არა მარტო ელისაშვილი, არამედ სხვა კიდე საკრებულოს წევრებისგან რომ ერთ კვირაში იქნება განხილვა, ეს იდება 1 საათით ადრე და საკრებულოდან სხდომიდან მაგვდის SMS-ი, ანუ შეგნებულად არ ანონსდება და გაცილებით ადრე უნდა იქნეს დაანონსებული და ეს სკრინშოტებით შენახული მაქვს და მე ფაქტებით რამდენად არ შეგვიშვეს, რამდენად გაჭირდა ჩვენი იქ შესვლა, ასე რომ გაუმართავი სტრუქტურა არის ნამდვილად ესა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მე მაშინ ვიტყვი, მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ეს ასე ნამდვილად არ არის და რაც შეეხება იმას, როდესაც ჩვენ გარდა კომისია გარდა მე ვგარვარ თქვენ მოწყვეტინებთ ახლა თუ შეიძლება საკრებულო სხდომები, გარდა საკრებულო სხდომებისა, მე მინდა მოგახსენოთ, რომ ისეთი თემატიკა, როგორიც არის იგივე აქტუალური თემები, პანორამა თბილისი, ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც რეალურად ძალიან დიდი საჯარო ინტერესის არის, აქ არათუ საკრებულო სხდომები აქ იმართება მოსმენები, მოწვეულნი არიან კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტთან დაკავშირებით პირები, მოსმენები, განხილვები იმართება. ეს არ არის ჩვენი პირდაპირ ვალდებულება გაწერილი მაშინ კანონში, მაგრამ იმართება მოსმენები, განხილვები. ასე რომ გაიხსენეთ და როდის დაანონსეთ. ძალიან კარგად მახსოვს. 30 დეკემბერს მოეწყო პანორამას განხილვა. რამდენი მოქალაქე ესწრებოდა? რამდენი მოქალაქე შეანგრია კარი, ესე ვთქვათ, არ გვიშვებდნენ. მე იცით რა არის, მაგასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა ბატონმა ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით მე მგონი ახლა ელისაშვილმა ბოდიში მოიხადა იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა აბსოლუტური არაეთიკური ქცევა პირიქით ბოდიში მოიხადა ამასთან დაკავშირებით მე ბოდიში არ ვიხდი საკრებულოს მადლობა ძალიან მინდა რომ მოусმინეთ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს არ გვინდა რომ შემოვიფარგოთ ხოლმე თბილისში თვითმმართველობაში მოქალაქეების თანამონაწილეობით ჩვენ ნახეთ სიუჟეტები მოვისმინეთ თბილისში რა მდგომარეობაა თქვენთან რა მდგომარეობაა ქობულეთში რამდენად ღიაა თქვენი საკრებულო მოქალაქეებისთვის
მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება ჩვენთან საკრებულოს საჯაროობას და იმ საკითხებს, რაზეც აქ იყო საუბარი, ნამდვილად მსგავსი პრობლემები არ გვაქვს მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იყოს გამჭვირვალე დროულად იყოს მიწოდება, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ იგივე ჩვენ საიტებს დღის წესრიგების გამოქვეყნებას და ძალიან დიდი კონტროლი არის და ამისთვის დიდი მადლობა, რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვასწორებთ. რაც შეეხება ახლა მოქალაქეების ჩართულობას, იცით რომ 4 აგვისტოს შევიდა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო მეტი უფლებები მისცა მოქალაქეებს იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში და იქ უკვე პირდაპირ შეუძლია საკრებულოს ხდომაზე მივიდნენ და ყოველგვარი ჩაწერის გარეშე და იქვე დააფიქსირონ თავისი პოზიცია, კითხვები დაუსვამოხსენებელს. არიან დაინტერესებული. ეს არის უკვე კანონით განსაზღვრული მინიჭებული უფლება. ეხლა ჩვენ რა რეალობაში გვიწევს მოღვაწეობა და რა პრობლემა არის ყველაზე დიდი თვითმმართველობის მუშაობაში. სამწუხაროდ აი ამ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მოსახლეობამ დობა დაკარგა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე მთავრობის და შესაბამისად ჩართულობის კუთხით გარკვეულწილად ეჭვები აქვთ კონკრეტულად თქვა საქმიანობაში მათი ჩართულობით თუ რაიმე შეიცვლება. აი ახლა მაგალითებს გეტყვით, როდესაც მოსახლეობას ხვდებით და ჩვენ ახლა განსხვავებით თქვა ინტერნეტ სივრცეებისგან, რადგანაც სოფლები გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 2 თვეში ერთხელ გავიდეთ ჯანდაცვის სფეროში, ყველა სფეროში ადგილზე გავუკეთოთ პრეზენტაცია, დიდი შეხვედრები გავაკეთოთ და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სიახლეებს ახორციელებს მუნიციპალიტეტი და რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ, რაც მათთვის არის ძალიან საინტერესო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ ქონდა და არც იმის სურვილი გაჩნია, რომ მოეკითხა და ეს შეხვედრებმა ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, რომ უფრო აქტიურად გამოეყენებინა მათთვის მინიჭებული უფლება. ხო, აი ეს პრობლემები ის რომ დობის პრობლემა არის და სამწუხაროდ, როდესაც ახლა სოფლებში დავდივართ და ვეუბნებით, რომ მაგალითად 4 კილომეტრი გზა უკვე ჩასმულია და უნდა გაკეთდეს, აი პასუხი არის ძალიან ნიჰილისტური, აი ესე გვპირდებოდა 4 წელი არის ჩასმული და არ გაკეთებული. უშუალოდ სანამ არ იწყება სამუშაოები ძალიან რთულია რომ დაარწმუნ. ეხლა ჩართულობის კუთხით ძალიან კარგია რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფება აქ. კარგი იქნება რომ უფრო მეტი პროექტები იყოს უშუალოდ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, თვითმმართველობის არსის მათთვის გაცნობიერებისათვის, თუ რა უფლება გააჩნიათ მათ და თუ რა უნდა გააკეთონ. ეხლა იცით რომ ასევე საერთო კრებები უნდა ჩამოყალიბდეს სოფლებში, რაც კარგი არის, მაგრამ გარკვეულწილად მაინც რაიონებში და რეგიონებში, ეხლა თბილისი მაინც და ბათუმი პოლიტიკურადაც და საზოგადოებრივადაც აქტიურია, უჭირთ აი ამ აქტიურობაში ჩართვა და ქალბატონმა სწორად აღნიშნა, აი ეს გაერთიანება რაღაც საერთო ინიციატივით შემოვიდნენ და ამის ბოლომდე მიყვნენ, ძალიან რთულია. ეხლა მარტივ მაგალითს გეტყვით, რომ როგორც კი შარშან მოხდა ჩვენი უფლებამოსილების ცნობა, პირველი დავიწყეთ უშუალოდ ბიუჯეტის, სანამ დამტკიცდებოდა მანამდე მოსახლეობასთან შეხვედრები, რომ კონკრეტულად მათ დაესახელებინათ ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებთ. აი დარბაზში, როდესაც დავსხდებოდი და ვიწყებდით ამაზე საუბარს, აი მე უნდა მიმეცა კონკრეტული მიმართულება, აი აქ როგორი სიტუაცია. აქ ცუდ აი რაღაც თვით ინიციატივები რო აი რაღაც მოითხოვონ, აქტიურად ჩაერთონ, მოვიდნენ, ინიცირება გააკეთონ, ხელმოწერები გააკეთონ. აი ესეთი სიტუაციები უფრო მეტად არის, რომ მოსახლეობამ განახორციელოს. მხოლოდ არის კოლექტიური წერილები გზა. მადლობა. ამ თემებზე ვისაუბრებთ არასამთავრობოებთან. ბატონო მამუკა, იქანით თუ შეიძლება მინდა რომ დავაზუსტოთ, ახსენეთ ჩვენმა სტუმრებმა, სულ ახლახან შევიდა თვითმმართველობის კოდექსში, უბრალოდ განისაზღვრა მოქალაქეების მონაწილეობის ფორმები. თუ შეიძლება რომ მოკლედ გითხრათ, რა ფორმებია და რას მოიცავს ეს ფორმები, რას გულისხმობს? რამ განაპირობა რომ კანონში შევიტანეთ? ჩვენი კონსტიტუცია ისედაც გვაძლევს ყველას უფლებას, ჭერქვეშ თუ ჭერს გარეთ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ სწორედ ეს პრობლემები, რაც ბატონმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა არის ძალიან ნაკლებად არის აქტიური თვითმმართველობაში მონაწილეობის თვალსაზრისით და ეს არ არის ახალი პრობლემა. ეს ჩვენ დაახლოებით 100 წლის, თითქმის ბოლო 100 წლის განმავლობაში მოსახლეობამ დაკარგა ეს ცნობიერება, რომ მას შეუძლია რაიმე შეცვლა, იცით თქვენ, რომ კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ფაქტიურად მიუხედავად ამ მრავალგზისი არჩევნების 98 წლიდან რაც დაიწყო, ჩვენ ჯერ ვერ შევქმნით დემოკრატიული ნამდვილი თვითმმართველობის მოდელი. მართალია ვირჩევთ 3 წელიწადში, 4 წელიწადში ერთხელ, მაგრამ რეალურად თვითმმართველობა არ არის მხოლოდ არჩევითი ორგანოები, საკრებულო ან მერი. თვითმმართველობა არის ის ხალხიც, რომელიც იქ ცხოვრობს. უпростоრედ ჯერ ის ხალხი და შემდეგ უკვე მის მიერ არჩეული ორგანოები.
შარშანდელი კვლევით სწორედ 83% ჩვენი მოქალაქეების აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია ადვილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მაგრამ 32% აღნიშნავს, რომ მათ წინასწარ ეკითხებიან, ან კონსულტირების საკითხში გვაქვს ძალიან დიდი გარღვევა. ამიტომ ვერ ასრულებს ჩვენ თვითმმართველობა ამ ფუნქციებს. შესაბამისად, სოფლის კრებაზე რომ შეიძლება შეკრება არავინ არ უშლიდა, მაგრამ ჩვენ იძულებული გავხდით გაგვეწერა ეს პროცედურები კანონში და დაგვევალდებულებინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომ წინასწარ ეკითხათ კონკრეტული პროექტის შესახებ, რომელიც ამ თუ იმ დასახლებაში უნდა განხორციელდეს. ქალბატონმა ბრძანა, რომ პრობლემებია სწორედ ინფორმირებაზე და მათ შორის სხდომის ჩატარების თაობაზე კომისიის თუ საკრებულოს ესე იყო, გეთანხმებით. ალბათ ეს პრაქტიკა ჯერაც ბევრგან გრძელდება, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ბევრგან ნახავთ საშტა ბიუროებს თვითმმართველობაში შესვლისას. აბსოლუტური ანომალია, მე ვფიქრობ, როდესაც მოქალაქეს უწევს საშვის მიღება საკუთარ არჩეულ დეპუტატთან თუ გამგებელთან შესასვლელად. დღეს მუშაობს ეს პრაქტიკა? კი, ზოგან არის, ზოგან პირიქით ძალიან თავისუფლად გამოკითხვის შედეგებმაც აჩვენა. შესაბამისად, ამ ხრივ ჯერ ჩვენ სრულყოფილი მოდელები რომ არ გვაქვს, შევიტანეთ როგორც სოფლის კრებების საკითხი, როცა უკვე ნორმირებულია და იქ რომელიმე ავანტიურისტთა ჯგუფი კი არ წამოიწყებს რაღაც საკითხს, არამედ ამ ფორმით როგორ უნდა ჩატარდეს კრება, რომ ლეგიტიმური იყოს და სოფლის სახელით ილაპარაკოს მის მართლობა. როგორც ძალიან ცოტა ბატონო მოგეთხოვეთ და მოკლედ. ასევე აგერ მაინტერესებს პეტიციის საკითხი, რომლითაც ჩვენ გავწერეთ ვალდებულებები რამდენ ხანში უნდა უპასუხოს განიხილოს საკრებულომ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფორმა. ხო, მაგრამ იქ ვადებში გაწერილია ზუსტად როგორ უნდა მოიქცეს საკრებულო. მანამდე ეს ძალიან ზოგადად ეწერა. მართალია თბილისში ამორჩეველთა რაოდენობა 9186-ში ადგენს, რომ პეტიციაზე მოაწერო ხელი და განიხილოს ეს საკრებულო. ვფიქრობ, თბილისის საკრებულოს აქვს იმის საშუალება ამ მოქმედი კანონით, რომ დაწიოს ეს პროცენტი და 2-3-4000 ადამიანის ხმა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხი განიხილოს მან საკრებულოს. თავად უნდა გადაწყვიტოს საკრებულო. საკრებულოს აქვს ამის უფლება. ასევე ეს კანონი არა მხოლოდ სოფლებს აძლევს ამის უფლებას, არამედ კრებების და ამ ფორმის შემოღების უფლებას აძლევს ქალაქებსაც უბნებში, მათ შორის თბილისის უბნებში შეიძლება ანალოგიური კრებები შეიქმნას, თუ საკრებულომ მოინდომა და მიიღო ამის შესახებ გადაწყვეტილება. ასე რომ კანონიმა რაღაც ფორმები გაწერა, რამდენადაც ხედავდით, რომ ამაში სერიოზული პრობლემა გვაქვს და რაღაცა დიდი სივრცე დაუტოვა თვითონ საკრებულოებს, რომელთაც ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლიათ ამ ფორმებზე იმუშაონ და იმედი გვაქვს, რომ ამას რა თქმა უნდა უცებ ვერ მოხერხდება, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და სტანდარტს გაცილებით უფრო გავზრდით. ძალიან დიდი მადლობა, სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ფაქტიურად. ქალბატონო თიკო, ბატონმა სულხანმა ახსენა, რომ მოქალაქეებმა ხშირად არ იციან რისი უფლება აქვთ, ის რომ მათ შეუძლიათ გამოთქვან აზრი, მოითხოვონ. აი თქვენი პროექტი ზუსტად ამას ითვალისწინებს, ხომ, რომ მათ გაიგონ უფრო მეტი თავისი უფლებების შესახებ. თუ შეიძლება რომ მოკლედ გითხრათ, რომელ ქალაქებში ახორციელებდით, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროექტი და ასეთი დეტალები. დიდი მადლობა. ჩვენ პროექტს ქვია ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის 4 რეგიონში მუშაობს. აჭარაშიც მათ შორის და მხოლოდ ეს ინფორმირება არ არის, ან ჩვენი მიზანი არის რაღაც კონკრეტული რაღაც პრაქტიკების დანერგვა, სათემო ინიციატივების, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარების, რაც ესე იგი ხალხის წინაშეა. ბევრი ფაქტორი არის აქ ნამდვილად დავეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს, არის პასიურობის პრობლემა, მონაწილეობის, აი ვერ გადავედით მონაწილეობიდან რეალურ ჩართულობაზე, არის ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერების პრობლემაც, რა თქმა უნდა და ასევე ზოგიერთ სამიზნე ესე ქალაქსა თუ სოფელში არის ასევე თვითონ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ამ ინიციატივების ადეკვატურად მიღების პრობლემაც, რომ ეს კონკრეტული თქვათ აქტიური ჯგუფები არ არიან რაღაც
პირადი ინტერესებით მოტივირებული, ან რაღაც საერთო სარგებლოზე ფიქრობენ და ზრუნავენ. ანუ არის ხოლმე ზოგადად ეფექტურობის პრობლემა. ანუ სამუშაო ამრიგად არის ძალიან ბევრი მიმართულებით მოსახლეობასთან იმისთვის, რომ ზუსტად ეს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს და ასევე დაინერგოს რაღაცა წარმატებული, ასე ვთქვათ, პრაქტიკები ურთიერთთანამშრომლობის ადგილობრივ თვითმმართველობას და ხალხს შორის და რაღაც კონკრეტული შედეგები დაიდოს და აი ზუსტად ამ კონკრეტული შედეგების დადების შედეგად მოიხსნება ის ნიჰილიზმი, რაც არის საზოგადოებაში. ანუ ეს არის სწავლების პროცესი ნამდვილად ყველასთვის და ჩვენ აი ამაზე მუშაობთ. 4 რეგიონი აღვნიშნე, მაგრამ თითოეულ რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს შერჩეული 2 სოფელი და ქალაქი თვითმმართველი ან მუნიციპალური ცენტრი და პრობლემები არის ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი, სამწუხაროდ სასმელი წყლის პრობლემა ძალიან ბევრ ადგილას არის დღემდე, რაც არის ძალიან სამწუხარო, რომ უკვე ამ დროს რო კიდევ ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ სასმელი წყალი ქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მათაც ხალხმაც დაინახოს თავისი როლი ამ პრობლემების მოგვარებაში და მოგვარების კონკრეტული, ასე ვთქვათ, ინიციატივები, სტრატეგიები დაგეგმოს და შესთავაზოს ეს შესაბამის ორგანოები. ძალიან დიდი მადლობა. ბატონრევაც, ის რომ კანონმდებლობა არ იყო შესაბამისი, არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავდნენ. დღეს კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, როგორ შეაფასებთ თქვენ ამ მდგომარეობას? მადლობთ. კოდექსში შესული ცვლილებები საკმაოდ კარგად დადებითად აისახება ზოგადად სიტუაციაზე, ისინი იძლევიან საშუალებას რაღაც ახალი მექანიზმები შექმნათ ჯართულობის ასამაღლებლად, ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად. სწორედ ახლა ჩვენი ორგანიზაცია სიდა ახორციელებს პროექტს თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა, დაფინანსებული არის ღია საზოგადოება საქართველოს მიერ და მინდა გითხრათ იმ აქტივობაზე, რომელიც ამჟამად საქართველოში ხორციელდება. ძალიან მოკლედ. კი ბატონო, კოდექსის 92 მუხლის თანახმად თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეხვდეს მოსახლეობას და ჩააბაროს თავისი განწერული საქმიანობის ანგარიში. აქედან გამომდინარე, სიდამ და მისმა პარტნიორებმა, ეს არის რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ქსელი, რომელიც საქართველოში მოქმედებს და 54 ორგანიზაცია შედის მასში, შევიმუშავეთ მერის ან გამგებლის ანგარიშის ფორმა, რომელიც ჩვენი სიდას საშუალებით და ჩვენი რეგიონული ქსელის საშუალებით დაეგზავნა ყველა გამგებელს აბსოლუტურად საქართველოში და შევთავაზეთ მათ, რომ გაცნობოდნენ ამ ფორმებს, ებჯელათ მასზე, თუ მათ ეს მოეწონებოდათ, მიეღოთ და შემდგომში აი ამ ფორმის შესაბამისად გაეკეთებიათ პერიოდულად ეს კვარტალში ერთხელ იქნება, ნახევარწელიწადში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ ანგარიში, თუ თვლიდნენ, რომ რაღაც იმ ფორმაში, ამ ფორმაში ისეთი არ იყო, რაც მათ ჭირდებოდათ, ჩვენ დიალოგისათვის დათავართ და ამაზე კონსულტაცია მიმდინარეობს და ეხლა ეს სწორედ ეს ინიციატივა მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გამოხდა თანხმობა, წერილობით თანხმობა, რომ მათ მოიწონეს ეს ფორმები, რამდენიმე მათგანი, რამდენიმე მუნიციპალიტეტი კიდე არის მსჯელობის ეტაპზე და მათთან კონსულტირება იმართება, შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, ზოგადად თქვათ ვადები, ჩვენ კვარტალური ფორმა წარუდგენთ, ზოგი თვლის რომ ეს კვარტალური ძალიან მცირე ვადა არის და თქვათ 6 თვეში ერთხელ გაკეთდეს, ზოგადად თქვათ სოფლის მეურნეობაზე მეტი აქცენტი გაკეთება მოხთხოვეს, მაგრამ თვითონ ის რომ ეს ინიციატივა მოწონებული არის და ატაცებული არის თვითმმართველობის მიერ, უკვე კარგი მომენტი არის, მათი ანგარიშვალდებულება უფრო ღია ხდება, უფრო საჯარო ხდება მათი საქმიანობა და მოსახლეობას და მეტი კომუნიკაცია და კავშირი ექნება. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო სულხან, თქვენთან თუ შეიცვალა რამე კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ და ასევე მაინტერესებს ისე თუ მოქმედებს საშვების სისტემა, თუ შეიცვალა პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა და ასე შემდეგ, როგორ აისახა ეს ცვლილებები კონკრეტულად თქვენს მუნიციპალიტეტზე? რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ჩვენთან არასდროს არ ყოფილა საშვები და აქამდე თუ იყო რაღაც პერიოდი, რომ გამგებელს ან საკრებულოს თავმჯდომარეს განსაზღვრული ჰქონდა დღეები, როდესაც მოქალაქეები უნდა მიიღოთ, ესეც გაუქმებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდნენ და შეხვდნენ ყოველგვარი ჩაწერის ამ თქვათ იქ რიგის გარეშე, რა თქმა უნდა, თუ ბევრია რიგითობით. მაქსიმალურად კოორდინაციის კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, უფრო მეტად
მუშაობთ იმაზე, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტი კონტაქტი გქონდეს ადგილზე და ადგილზე შეხვედრებიდან გამომდინარე უფრო მეძგებულოთ ვიდრე ჩვენთან მოსულით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვა სამსახურში, საკრებულოში ან გამგეობაში მოსული ის არის რაღაც ამ პირადი ან კონკრეტული პრობლემის გამო. მაგრამ როდესაც სოფელში ადიხარ ან თქვა ქალაქში და კონკრეტული საკითხები არის, ის ყველას პრობლემა და შესაბამისად კონსოლიდაცია ხდება. ამავდროულად წეღარაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგია თვითონ საკრებულოს წევრების თქვათ რაიონებში ახლა პირდაპირ თქვათ, აი კომპეტენციის არც ისეთი ხარისხი გვაქვს, როგორიც გვინდა სამწუხაროდ და მათი განმზადების კუთხითაც გეტყვით, კი მოკლედ გეტყვით. ჩვენთან არის არასამთავრობო ორგანიზაცია ინტელექტი, რომელმაც თქვათ იგივე საკრებულოს კომისიების, ფრაქციების ახალისების მიზნით სპეციალური პროგრამა ჰქონდა და გამოავლინეს საუკეთესო საკრებულოს წევრი შეხვედრების აქტიურობების სხვადასხვა ნომინაციები იყო, მე მათი შეხვედრა მოხდება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კომისიების გაცვლა-გამოცვლა ეს უფრო მეტად, ანუ საკრებულოს წევრმაც თანამდებობის პირმაც უნდა იგრძნოს ეს პასუხისგებლობა მოსახლეობის მხრიდანაც, მისი აქტიურობითაც, რაღაც სხვა მიმართულებით, რომ უფრო კარგად იმუშაოს. ძალიან დიდი მადლობა. თბილისის საკრებულოს რაც შეეხება. კი ბატონო, მე მინდა გითხრათ, რომ აქ საუბარი იყო მოქალაქეებთან შეხვედრაზე. ამ ხრივაც მე მინდა ვთქვა, რომ გიგანტური ნაბიჯი იქნა გადადგმული თბილისში. თქვენ გახსოვთ ალბათ შარშან ამ პერიოდში სააკაძის მოედანი იყო პრაქტიკულად გადაკეტილი რის გამო. პირველად მიეცა შესაძლებლობა მოქალაქეებს, რომ შეხვედროდნენ პირადად მერს. დაინერგა ეს სისტემა, რომ პირადად მერი, ასევე თანამდებობის პირები მერიისა ახდენენ ყოველ კვირა მოქალაქეებთან შეხვედრას. რაც შეეხება მოქალაქეებთან შეხვედრას საკრებულოში, მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობის 24 მაჟორიტარი დეპუტატი ბიურო პრაქტიკულად სხვას არაფერს აკეთებს თუ არა. ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური რაოდენობა მოქალაქეებისა მიიღოს და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები ამ ხრივ თავდაუზოგავად მუშაობენ და გარდა ამისა, ყველა დანარჩენი უმრავლესობის წევრი დეპუტატები მოქალაქეებს იღებენ სისტემატიურ რეჟიმში. მათ შორის მე არ ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და ჩემ თავზე შემიძლიათ მოგახსენოთ. გარდა ამისა, მე გითხარით, რომ საუბრობდი იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმარებაში. სწორედ 2015 წლის ამ წლის თბილისის ბიუჯეტი არის მოქალაქეების ანკეტური წესით გამოკითხვის შედეგად და მათ მიერ დასმული პრიორიტეტების მიხედვით შედგენილი. ეხლაც მოგახსენებთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ამჟამად რომ პროექტი მზადდება ბიუჯეტისა და უკვე 10,000 გამოკითხვის ანკეტა აქვს შევსებული მოქალაქეებს, მათ აქვთ პრიორიტეტები განსაზღვრული და ასევე შექმნილი არის საიტი, რომელიც ასევე გულისხმობს გამოკითხვას, მას ავსებს მოქალაქე, შეაქვს და ის თვითონ განსაზღვრავს, რა პრიორიტეტები არის, რა სურს მას, რომ რაზე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული. ინტერნეტის მეშვეობით ხდება ეს? ინტერნეტის მეშვეობით, საიტის მეშვეობით და ვისაც არა აქვს საიტზე, ესე ვთქვათ, წვდომა ესე შემდეგ, მას შეუძლია ესე ვთქვათ, განაცხადების მეშვეობით და რომელიც უკვე 10,000-ზე მეტი არის პრაქტიკულად და უახლოეს მომავალში ამის თაობაზე იქნება მერიის განცხადება. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ თბილისის საკრებულოში მუშაობს სათათბიროები, ფრაქცია ქართულ ოცნებასთან შექმნილია ეროვნულ უმცირესობათა საბჭო, თავმჯდომარესთან შექმნილია საბჭო, განათლებისა და კულტურის კომისიასთან შექმნილი არის სათათბირო და ეს არის აქტიური მონაწილეობა მოქალაქეებისა. ანუ ფორმები სხვადასხვა არის, ჩვენ ვნერგავთ სიახლეებს, გარდა იმ 5-6 ფორმისა, რომელიც კანონმდებლობამ გაითვალისწინა. ძალიან დიდი მადლობა და გადაცემის ბოლოს გალბატონო ნატა თქვენ მინდა გითხოთ, აღნიშნეთ ჩვენ რომ ბევრ ფორმას იყენებთ თქვენი აზრის გამოსახატავად. ის ადამიანები, ვინც გვიყურებენ, ვინც არ არიან ჯერჯერობით ისეთი აქტიურები, როგორც მაგალითად პარტიზანული მებაღეობა, თუ შეგიძლიათ რომ ურჩიოთ, როგორ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობაში. ძალიან რთული, მაგრამ ალბათ აუცილებელი პროცესი არის, იმიტომ რომ ეს არაერთხელ გვითხოვს, ეს არის ჩვენს მიერ, მე არ მიცეხმა, მაგრამ არჩეული მთავრობა, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტიდან ვხდით ფულს. ისინი არიან იმის შემსრულებლები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ უნდა მილიონი ხე, რომელსაც დაგვირდა და არ გვისრულებენ, ჩვენ ახლა უნდა მოვთხოვოთ შესრულება. რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ესე დაგვაჯდება თავზე, როგორც ეხანდელი მთავრობა დაგვაჯდა ამ გამწვანებით თავზე. ჩვენ მათ უნდა მოვთხოვოთ, ჩვენ არ უნდა ქონდეს შიში, ეს არის როგორც აღნიშნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინდრომი, რომ ეს ზევით გადაწყდა, მე ვერაფერს ვერ შევწვდი. ზუსტად ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ქვევიდან და უნდა ვიყოთ მეტად აქტიურები.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. სტუდიაში თვითმმართველობის თემაზე ხშირად ამზადებს გადაცემას და ალბათ ამ თემასაც აუცილებლად მიუბრუნდებით. ეს გადაცემა მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. მივიდეთ თქვენს გამოხმაურებას ჩვენს Facebook გვერდზე. გაგვიზიარეთ, როგორია თქვენი გამოცდილება თქვენს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის, ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.